ქართულ ოცნებაში სრული ქაოსია. საერთოდ არ გჭირდება შიდა ამბების ცოდნა იმისთვის, რომ მიხვდე რა ხდება ივანიშვილის პარტიაში. დაიწყო ის, რაც მოსაოდნელი იყო. შიდა ომები, რეჟიმი თავისიანებს ჭამს. სუსის უფროსი გრიგოლ ილუაშვილი ივანიშვილის გუნდში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა გაუშვეს. ისე, რომც არც არავის აუხსნია რატომ. გრიგოლ ილუაშვილს ოფიციალურად ვადა ამ თანამდებობაზე ყოფნის 7 თვეში ეწურებოდა, თუმცა დემონსტრაციულად ორჯერ ორ დღეში მოხსნეს. ჯერ სუსის უფროსის თანამდებობიდან, შემდეგ კი ჯერ შეუქმნელი სამინისტროს მინისტრობიდან. ილუაშვილი ივანიშვილის გუნდში 2004 წლიდან იყო. ჯერ ჩააბარა ივანიშვილმა სამშენებლო ბიზნესი, შემდეგ ბანკი, ბოლოს წაიყვანა პარლამენტში, შემდეგ სუსში ჯერ მოადგილე დანიშნა, მოამზადა და გომელაური ჩაანაცვლა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამ უწყების ხელშია მოსმენების სამსახური, თვალთვალი, აგენტურა, ანუ ის ყველაფერი, რაც ბიძინა ივანიშვილს სრულყოფილი ინფორმაციისთვის სჭირდება. ეს ოლიგარქისთვის არის სტრატეგიული დანაყოფი, რომ იცოდეს ყველაზე და ყველაფერი. სუსი არ უსმენს მხოლოდ ოპოზიციას, ჟურნალისტებს, მღვდლებს, მონაზვნებს, მსახიობებს, მომღერლებს, აქტივისტებს. ის უსმენს პირველ რიგში მათივე გუნდის წევრებს, მინისტრებს, დეპუტატებს, მაღალჩინოსნებს, რომ ყველაზე ყველაფერი იცოდნენ და რომელიმეს კონტროლი ხელიდან არ გაექცეთ. ანუ, ამ უწყების საშუალებით ივანიშვილმა სრული კონტროლი მიიღო ქვეყანაზე. 13 წელი ხდება, რაც ოლიგარქის ხელში ამ ქვეყნის მართვის სადავეებია და სუსის უფროსი სულ რაღაც ორჯერ შეიცვალა. ერთხელ სუსის უფროსის თანამდებობა ჩააბარა მის პირად მცველს, ვახო გომელაურს, ანუ კაცს, რომელსაც ივანიშვილი სიცოცხლეს ანდობდა და მეორედ ილუაშვილს, კაცს, რომელსაც ივანიშვილი წლების განმავლობაში მის მილიონებს ქართულ ბანკს ანდობდა. რატომ გაწირეს ლილუაშვილი? შაბათის ეთერის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი გარემოცვამ, კონკრეტულად ვინ არ ვიცით, თუმცა ეჭვია, რომ ირაკლი კობახიძემ დაარწმუნა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც ივანიშვილი მტრად აღიქვამს, საქართველოდან ლილუაშვილის უყურადღებობით გაიპარა. უყურადღებობით განზრახ, თუ ყურადღება სპეციალურად მოადუნა ლილუაშვილმა, რომ მისი დიდი ხნის ნაცნობი ქვეყნიდან გასულიყო. ეს კითხვა ახლა სამთავრობო ელიტაში ყველას ღრნის. ლილუაშვილის ისტორია მაგალითია ყველა სტაჟიანი მეოცნებისთვის, რომ როგორც კი ბიძინა ივანიშვილს ამბებს მიუტანენ და დაარწმუნებენ, შეიძლება სრულიად გამოგონილ ისტორიებში, ისე შეიძლება გაგწიროთ, რომ მასთან ერთად თქვენი გატარებული წლები და მისთვის თქვენს მიერ გაკეთებული საქმეები არც კი გაახსენდეს. გაუშვეს ლილუაშვილი, გაუშვეს რიჟვაძე, გაუშვეს აჭარის პოლიციის შეფი გრიგოლ ბესელია. ის ოფიციალურად კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი და ელოდება, რომ სადმე დანიშნონ. იბრძოდა, როგორც ჩვენ ვიცით, თბილისის პოლიციის უფროსობისთვის, თუმცა ვერ მიიღო. ეს პოსტი გომელაურმა გურიის პოლიციის ხელმძღვანელს ჩააბარა. ახლა არსებული ინფორმაციით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს კულუარებიდან ჟონავს, გრიგოლ ბესელია ცდილობს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შეფის თანამდებობა მოიპოვოს. ამ პოსტზე თემურ კუპატაძე მუშაობს ახლაც. ახლა ბრძოლაა, ხომ არ გაწევენ სხვაგან კუპატაძეს და პოსტს გაუთავისუფლებენ გრიგოლ ბესელიას. აჭარაში გრიგოლ ბესელიას დიდი გავლენები და სრული კომფორტი ჰქონდა. თუმცა მისი კომფორტის ზონა მოულოდნელად დასრულდა. ახლა საინტერესოა, ბესელია კომფორტის ზონიდან გომელაურის გადაწყვეტილებით გამოიყვანეს, თუ ბესელიას და რიჟვაძეს ისეთი ამბები უპოვეს, ან მათზე ისეთი ამბები მიიტანეს მაღლა ზევით სახელისუფლებო შტოებში, რის გამოც ორივე პოსტებიდან ერთად გაუშვეს. ამ ხალხის ისტორიები ნათლად აჩვენებს, რომ სისტემა ჭამს მისივე კადრებს და შიდა ბრძოლა სულ უფრო აქტუალური ხდება. ეს კვირა მძიმე იყო ქართული ოცნებისთვის. ტრამპის ადმინისტრაციამ შემოუთვალა, რომ დიქტატურაზე თვალის დახუჭვას არ აპირებს. ბრიტანეთმა სასამართლო კლანის ბოსები დაუსანქცირა. კობახიძე გუშინ მოსამართლების დასამშვიდებლად უზენაეს სასამართლოში მივიდა.
ჩვენ დამოუკიდებელი მედია იქ არ დაგვპატიჟეს. კადრები, რომელიც ადგილზე თავად გადაიღეს, ყველაზე კარგად აჩვენებდა ლევან მურუსიძის მდგომარეობას, რომელიც მრავალგზის სანქცირებული კაცია, რომელსაც ახლა ბანკში ანგარიშიც კი აღარ აქვს. კობახიძის ნუგეშის სიტყვები ალბათ მისთვის არაფერს არ ცვლის. რა შედეგი მოაქვს პროტესტს? რა შედეგი? და ის ყველაფერი, რაც მოგიყვებით.